კვარაცხელიას და კონტეს პროტესტი. იყო თუ არა 11 მეტრიანი. რას ამბობენ მაკტომინეი და კასანო კვარაცხელიაზე? სანიოლის კომენტარი სანაკრებო შეკრებამდე. რომელ სტადიონზე ვუმასპინძლებთ უკრაინას და სად ითამაშებს აზაროვი? ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ იტალიიდან, სადაც ნაპოლის გამარჯვების სერია გრძელდება. სერიას მე-7 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა სესკ ფაბრეგასის კომოს 3-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ნაპოლი 25 წამზე სკოტ მაკტომინეის გოლით დაწინაურდა. ამის მიუხედავად ანტონიო კონტეს გუნდს არც თუ ისე კარგი პირველი ტაიმი ჰქონდა, მით უფრო რომ ტაიმის მიწურულს კომომ ანგარიშის გათანაბრებაც შეძლო. მეორე ტაიმში კი ნაპოლიმ უპირატესობა დაიბრუნა, რაც საბოლოო შედეგშიც აისახა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი ამ შეხვედრაში 79 წუთი ითამაშა. ქართველს ჩვეული კარგი შეხვედრა არ ჰქონია, თუმცა იყო ერთი მომენტი, როდესაც გოლის გატანა კუთხურიდან შეეძლო, მაგრამ ბურთი მეკარემ მოიგერია. ასევე იყო ერთი საკამათო ეპიზოდიც, რა დროსაც ქართველი 11 მეტრიანს ითხოვდა. მას საჯარიმოში მეტოქემ ორივე ხელი ხრა და წააქცია, თუმცა არც ერთმა მსაჯმა ეს ეპიზოდი არ შეიმჩნია, რასაც რა თქმა უნდა კვარაცხელიას ანტონიო კონტეს და გულშემატკივრის პროტესტის მოყვა. თამაშის შემდეგ იტალიურ მედიაში წერენ, რომ ეს ეპიზოდი გადახედვას და 11 მეტრიანის დანიშვნას იმსახურებდა. თქვენ რას ფიქრობთ, იყო თუ არა ეს 11 მეტრიანი? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი გეტყვით, რომ ამ ეპიზოდზე რა თქმა უნდა შეხვედრის შემდეგ ისაუბრა ანტონიო კონტემაც, რომელმაც ამ მომენტის გამო მსაჯთან იგამათა და ყვითელი ბარათიც მიიღო. მის მოსმენამდე არ დაგეზაროს ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. საჯისთვის არაფერი მithქვამს, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. შემდეგ კი გამაფრთხილა. ვწუხვარ, რადგან მაწუხებს, როცა ყვითელ ბარათს ვიხებ. შემდეგ მითხრეს, რომ ვარს ჩარევა არ შეეძლო. ეს იყო მსაჯის პირადი გადაწყვეტილება, რომელსაც პატივს ვცემ. თუმცა, ცოტა დაბნეულიც ვარ. წინა შეხვედრაში იყო 2 ეპიზოდი, როცა ვარი უნდა ჩარეულიყო, მაგრამ ეს არ გააკეთეს. არა უშავს. წინსვლას ვაგრძელებთ და ყველა სიტუაციაში უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ. გულწრფელად გითხრათ, 7 ტურში 16 გოლა ბევრია. ვინც მიცნობს იცის, რომ ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სანაკრებო პაუზაზე გამარჯვებით გასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში არასტაბილური 2 კვირა გვაქვს. თუმცა მოვახერხეთ კიდევ ერთი თამაშის მოგება. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. სწორ გზაზე ვართ. ეს ყველაფერი 24 საათიანი დაუღალავი შრომის შედეგია. იმდენად მომეწონა ჩემი გუნდი, რომ ვფიქრობ ფეხბურთელებს ერთდღიანი დასვენება ხომ არ მივცე. აქვე გეტყვით, რომ კომოსთან დაპირისპირებამდე რამდენიმე საინტერესო კომენტარი გაკეთდა ნაპოლის ქართველი ვარსკვლავის მისამართით. იტალიურ რადიოსთან კვარაცხელიაზე ისაუბრა ნაპოლის ახალწვეულმა სკოტ მაკტომინეიმ. კვარაცხელია ყველაზე ტექნიკურია მათ შორის, ვისთან ერთადაც კარიერის განმავლობაში მითამაშია. ხვიჩა ამ მხრივ ყველაზე მეტად არის დაჯილდოებული. ლუკაკუ კი ფიზიკურად ყველაზე ძლიერია. როდესაც გვერდში ასეთი თანაგუნდელები მყავს, შეტევაზე ორიენტირება არ მიჭირს. სერიაში ტაქტიკურად უფრო დატვირთული თამაშებია, ვიდრე ინგლისში. საჭიროა ყველა ფეხბურთელმა ზუსტად იცოდეს მოედანზე რას აკეთებს და თანაგუნდელთა დახმარება რით შეუძლია. კარიერის განმავლობაში არაერთ პოზიციაზე მითამაშია. ამდენად არც ახლა უნდა გამიჭირდეს. კვარეზე ასევე ძალიან კარგი კომენტარი გააკეთა ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას დიდი გულშემატკივარია. ჩემთვის კვარაცხელია უძლიერესი მარცხენა შემტევია მსოფლიოში. ასევე ჩემთვის ის უფრო ძლიერია ვიდრე კომანი და გრილიში. მას მარტივად შეუძლია ბარსელონას სასტარტო შემადგენლობაში ითამაშოს. დღეს კვარა ფენომენალურია, თუმცა ვისურვებდი, რომ ის უფრო სტაბილურ ჩემპიონატში მეხილა. მან გვაჩვენა ისეთი თამაში, რომელიც ლოგიკას ცდება. ის უფრო ძლიერია ვიდრე ლეაო. მას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე მილანის მოთამაშეს. შეგახსენებთ, რომ ნაპოლი 7 ტურის შემდეგ სერიას 16 გოლით ლიდერობს, ხოლო მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ 20 ოქტომბერს სტუმრად საბა გოგლიჩიძის ემპოლისთან ჩაატარებს. აქვე მოკლედ გეტყვით, რომ სანაკრებო პაუზამდე ბოლო შეხვედრა ჩაატარა ბუდუ ზივზივაძემაც. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მერვე ტურში კალსრუე დარმშტადტს დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 3-3 დამთავრდა. ზივზივაძემ ტრადიციულად ძირითადიდან დაიწყო და 79 წუთზე შესვალეს. თუმცა ამჯერად საგოლე ეპიზოდში მონაწილეობა არ მეუღია. კალსრუეს კი 16 გოლა აქვს და ტურის დამთავრებამდე სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. სანაკრებო პაუზამდე ბოლო შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმაც. ვალენსია ლეგანეს ესტუმრა და ფრედ 0-0 ითამაშა. ამ შეხვედრაში ქართველს პრაქტიკულად საქმე არ ქონია, რადგან მეტოქეს კარში არ დაურტყამს. ამ შედეგით კი ვალენსია კვლავ გასავარდ ზონაშია. გიორგი მამარდაშვილმა კი ამ სეზონში კარიმშრალად უკვე მესამედ შეინახა. ახლა კი რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, რომელიც ერთა ლიგის B დივიზიონში მორიგი შეხვედრებისთვის მზადებას მალე დაიწყებს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილისანიოლიმ ჯერ მხოლოდ 23 კაციანი სია დაასახელა, სადაც ერთი დებიუტანტია და ის გიორგი გულიაშვილია.
ბოსნიური სარაევოს თავდამსხმელი კარგ ფორმაშია. მან ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში უკვე 8 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. 14 ოქტომბერს კი თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის ნაკრებს შეხვდება. სწორედ ამ შეხვედრაზე, დებიუტანტზე, კონტრაქტის გაგრძელებაზე და 16 ნოემბერს საქართველოში უკრაინასთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა ვილის სანიოლიმ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა. საფულის შემდეგ მეს მაინტერესებდა თუ როგორ მიიღებდნენ ფეხბურთელები ახალ გამოწვევას და ახლა ვფიქრობ, უნდა დავამტკიცოთ, რომ სექტემბრის წარმატება შემთხვევითი არ იყო. ორივე თამაში საკმაოდ რთული იქნება, თუმცა ჩვენ 23 ფეხბურთელი გვყავს. ძალები დაბალანსებულია და ყოველს წინააღმდეგ შეგვიძლია ღირსეულად თამაში. დიდი ხანია რაც გულიაშვილი ჩვენთვის საინტერესო მოთამაშეა. ევროპის ჩემპიონატამდე მისი გამოძახება ნაადრევად მიმაჩნდა, თუმცა მან სარაევოში სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. იგივე გოგლიჩიძემ და ნონიკაშვილმაც აჩვენეს, რომ იმსახურებდნენ ეროვნულ გუნდში გამოძახებას და ვფიქრობ, რომ ყველა თავის შანსს მიიღებს. მიქაუტაძე კი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, როგორ გამოასწორებს ამ სიტუაციას. ჩვენ მას ყველაფერში დავეხმარებით და არ დავივიწყებთ, რაც ნაკრებისთვის ბოლო წლებში გააკეთა. მე მსურს დავინახო იყო თუ არა სექტემბერი გამონაკლისი. ყველა თამაში ერთმანეთს არ გავს. შეცდომები ყოველთვის შეიძლება დაუშვათ. ჩემთვის მთავარია ყველა ფეხბურთელმა შეასრულოს ჩემი დავალება. ასე შეცდომების რაოდენობაც შემცირდება. მნიშვნელოვანია რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ. მე მუდმივად ვესაუბრები ფეხბურთელებს და ისინი ნამდვილად მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის. კონკურენცია ყოველთვის კარგია. ბოლო ათვეში ჩვენ მოვახერხეთ ყველაზე დაბალანსებული ნახევარ-დაცვის ხაზის შერჩევა. თუმცა ვიცით, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება ამის შეცვლა მოგვიწიოს. ყველას შეიძლება მიეცეს შანსი. ალთუნაშვილი დიდი ხანია ჩვენი გუნდის წევრია და ვიცი მისი შესაძლებლობები. ნონიკაშვილიც და მას დიდი მომავალი აქვს. რაც შეეხება გოგლიჩიძეს, სურდა მენახა როგორ შეძლებდა ის ნაკრებში თამაშს. ემპოლიში მის შეხვედრებს თვალს ვადევნებ. მოგეხსენებათ 20 წლისაა, თუმცა ისე თამაშობს როგორც გამოცდილი ფეხბურთელი. რაც შეეხება ხვიჩას, ის და კონტე ძალიან საინტერესო კოლაბორაცია. კვარასთვის მასთან თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. ის ბევრად კარგად თამაშობს, ვიდრე წინა სეზონში. თუმცა ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელი როგორიც ხვიჩა, ადრე თუ გვიან შედის ფორმაში. მე პირადად გასულ სეზონში მის ფიზიკურ კონდიციებზე მქონდა შეკითხვები, თუმცა რაც ეს სეზონი დაიწყო, მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება უკრაინას, მოგეხსენებათ, კარგი გუნდია, მაგრამ ისეთი ძლიერი გუნდები როგორიც უკრაინა უკვე ხვდებიან, რომ ჩვენ არ ვართ ხელწამოსაკრავი ნაკრები. საინტერესო ფეხბურთს ვთამაშობთ და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა უკრაინასთან ნავსის გატეხვას. ჩემს კონტრაქტზე კი ბევრს ვერაფერს დავამატებ. ორივე მხარე ძალიან კმაყოფილია შედეგით და ერთა ლიგის თამაშების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ. ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერია, რომ ვილი არის ჩვენი ნაკრების მცველი, ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ ჩვენ ერთად, მოვდივარ დიდი ხანია, ძალიან წარმატებულად. როდესაც ორივე მხარეს უნდა გაგრძელება, ყოველთვის გამოინახება ამისთვის გზა და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანიც არის, რომ გავაგრძელოთ ერთად მუშაობა და თანამშრომლობა და ეს წარმატებული გზა, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ და დანარჩენს ყველაფერს გვიჩვენებს მომავალ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანიც არის ვითამაშოთ დინამო არენაზე, მაგრამ ჩვენ გვინდა დინამო არენა იყოს სრულიად სავსე, ანუ ვთქვათ, რომ შეიძლება იყოს, რომ ყველა მაყურებელი დაესწროს სტადიონზე და არ იყოს, ვთქვათ, ნახევარი ტრიბუნაც არიანი და ამიტომ ჩვენთვის არის მხოლოდ არის მისაღები, როდესაც დინამო არენა იქნება სავსე და ვთქვათ, ექნა შეიძლება რომ სრულიად შეავსოს ეს ტრიბუნები. მოგეხსენებათ, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრები არ ითამაშოს მხოლოდ თბილისში და ითამაშოს რეგიონში, რაც ასე ვთქვათ, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ნოემბრის თამაში აუცილებლად იქნება ბათუმში და თუ მარტისთვის უკვე ზათ იქნება დინამო არენა, რომ სრულიად მიიღოს ყველა მაყურებელი, დიდი სცენებით ვითამაშებთ ყოველთვის დინამო არენაზე. საინტერესოა, რომ საქართველოსთან მატჩისადმი უკრაინაში განსაკუთრებული ინტერესია, რადგან უკრაინა ჯგუფში ბოლო ადგილზეა. საქართველო კი 6 გოლით ჯგუფის ლიდერია. შესაბამისად, უკრაინელები მდგომარეობის გამოსწორებას ამ შეხვედრაში შეეცდებიან. თუმცა მჯერა, რომ ჩვენი ბიჭები ამ შეხვედრაში მორიგ გამარჯვებას მოიპოვებენ. ბოლოს კი გეტყვით, რომ საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები, რომელიც ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძვის, გადამწყვეტი შეხვედრებისთვის მზადებას მალე დაიწყებს. რამასვანაძის გუნდი შვედეთს
შვედეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. 21 წლამდელებს წარმატების მიღწევაში ირაკლი აზაროვი დაეხმარება. ის რამაზ სვანაძემ 23 კაციან განაცხადში დაასახელა. აქ გეტყვით, რომ განაცხადშია ლუკა გაგნიძეც, მაგრამ შვედეთთან ვერ ითამაშებს, რადგან დისკვალიფიკაცია აქვს და მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეძლებს თამაშს. ტრავმების გამო ასევე ნაკრებს ემპოლის მცველი საბა საზონოვი, ბაზელის ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა და კოლხეთის თავდამსხმელი დავით ზურაბიანი ვერ დაეხმარებიან. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დავაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.